დიდ ბრიტანეთში ოფილი ნეონაცისტი აქტივისტი, რომელიც ებრაელი პარლამენტალის შევიწროებისთვის იყო მსჯავრდებული, სომერსეტში ადგილობრივი არჩევნებისთვის კონსერვატორების კანდიდატად შეარჩიეს. Joshua Bonehill Payne, ვირუსული AI ვიდეო სერიების Prooker გაზეთის შემქმნელი, მომავალ წელს სომერსეტის საბჭოს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. მან Guardian-თან განაცხადა, რომ იყო ტორების იობილის ფილიალის აღმასრულებელი წევრი და მუშაობდა ღონისძიებების ორგანიზატორად. და ახლა ჩვენთან სტუდიაშია iOS.tv News-ის კორესპონდენტი ჯო ბრაუნი, რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ თემაზე. ეს უფრო ფილმის პერსონაჟს გავს, ვიდრე რეალურ ადამიანს. რა არის ეს გაზეთი? რას ვიცით ამ კაცზე? არის ის რეფორმირებული ნეონაცისტი? რას გვეტყვით? ეს არის ადამიანი, რომელმაც თითქოს რამდენიმე სულიად განსხვავებული ცხოვრება გამოიარა. და ეს ასევე საინტერესო დასტურია ფრაზისა, ყველა წმინდანს აქვს წარსული, ყველა ცოდვილს აქვს მომავალი. ეს არის ადამიანი, რომელიც წარსულში აშკარა ნეონაცისტი იყო, მას ჰქონდა ბლოგი სახელად Daily Bailey, ბრიტანეთი მემარცხენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ. ამ პერიოდში მან ჩაატარა რამდენიმე კამპანია მემარცხენე და ებრაელი საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი ყოფილი პარლამენტარის ლუსიანა ბერჯერის წინააღმდეგ. და ეს ყველაფერი დაგროვდა ბერჯერის ინციდენტის შემდეგ, რის შედეგადაც მას 2 წლით მიუსაჯეს პატიმრობა შევიწროებისთვის. ამ 2 წელიწადში ციხეში მან გადაწყვიტა, რომ შეცვლილიყო როგორც საკუთარი სურვილით, ასევე ბრიტანეთის მთავრობის Prevent პროგრამის ფარგლებში, რომელიც ექსტრემიზმთან ბრძოლას ემსახურება. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ მორწმუნე ქრისტიანი გამხდარიყო. და შედეგად მან შეძლო თავისი ცხოვრება მთლიანად შეეცვალა. 2018 წელს გაათავისუფლეს და მას შემდეგ სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს, მაგრამ სრულად უარყო თავისი წარსული. ის ამბობს, რომ შეცვლილი ადამიანია. და ეს Prooker გაზეთი, რომელიც ახსენეთ, ეს არის ვებგვერდი, რომელიც მან შექმნა, ანუ პროსტორად ეს არის YouTube არხი, რომელიც მან შექმნა და რომელიც ძირითადად წარმოადგენს AI კონტენტის ფერმას. თუმცა, თუ ის ღრმად იყო ჩართული ნეონაციზმში, შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამას ბევრად უფრო შორს წაიყვანდა. ეს ძალიან ცენტრისტულ მემარჯვენეა, თუ გულწრფელი ვიქნები, სრული სისულელია. მამაჩემს გონია, რომ ზოგიერთი მათგანი სასაცილოა, მაგრამ მე განსაკუთრებით. დაინტერესებული არ ვარ. ადამიანები ვერ იცვლებიან. ანუ კი, შეგიძლია სუფთად vertigo-ა, ალბათ, ხო, ესე ვფიქრობ. მას საერთოდაც კომპეტენტურია ამ პოზიციისთვის, იმის მიუხედავად, რომ გამოსწორებულია თუ არა. ხო, ეს არის აქ ადგილობრივი საბჭოს წევრობაზეა საუბარი. ფიქრობ, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის არ ცდილობს მემარჯვენე რეფორმების პარტიაში, ან კიდევ უფრო მემარჯვენე ბრიტანეთის აღდგენის პარტიაში შესვლას. ის კონსერვატორებს უერთდება, რომლებიც ცენტრისტულ მემარჯვენეებიდან მემარჯვენეებამდე არიან. და კონსერვატიული პარტიის ლიდერი კემი ბადენოხი, რომელსაც ებრაული საზოგადოება აქებს ანტისემიტიზმთან ბრძოლის გამო, ასე რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ამას დათმობს ვინმესთვის, ვინც მისი აზრით საფრთხეს უქმნის ებრაულ საზოგადოებას. Joshua Bonehill Payne ამბობს, რომ კემი ბადენოხს წარსულში მისთვის შობის ბარათები უჩუქებია. ეს აჩვენებს, რომ მას აშკარად კარგად ესმის, ვინ არის ის და არ თვლის, რომ ის უარყოფით გავლენას ახდენს კონსერვატიულ პარტიაზე. ის ფიქრობს, რომ ის გამოსწორებულია. და მესმის, რომ ბევრ ადამიანს გაუჭირდება იმის გაგება, როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი კვლავ იყრიდეს კენჭს ბრიტანეთის ერთ-ერთი მთავარი პარტიიდან ადგილობრივი საბჭოს წევრად. მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ადამიანები შეიძლება შეიცვალონ თუ საკმარის დროს მისცემთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც აშკარად უარი თქვა თავის წარსულზე. მან თქვა, რომ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა, რომ ის აღარ არის ჩართული ანტისემიტიზმსა და საჯარო პირების წინააღმდეგ შევიწროების კამპანიებში. და ის ცდილობს წინ წასვლას და სურს უფრო ზომიერი პოლიტიკისკენ გადაინაცვლოს კონსერვატიულ პარტიასთან ერთად. კარგი, დიდი მადლობა ახსნისთვის.